აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა. გაცნობიტი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გიორგი ჯინჭარაძემ დიპლომატს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა თურქეთის როლს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაში და ელჩს მადლობა გადაუხადა იმ ჰუმანიტარული პროექტებისთვის, რომლებსაც თურქეთის მხარე წლების განმავლობაში ახორციელებს. თავის მხრივ ალი ქაან ორბაიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალური პოზიცია და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაღრმავებისა და ერთობლივი გეგმების განხორციელების თაობაზე. შეხვედრა გავმართეთ თურქეთის ელჩთან, სადაც განვიხილეთ ყველა ის მიმართულებები და საერთო პროექტები, რომელიც უკავშირდება ჩვენ დევნილ საზოგადოებას. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამ პარტნიორობის ფარგლებში კიდევ უფრო მეტად გავაგრძელებთ თანამშრომლობას და მადლობა მინდა გადაუხადო თურქულ მხარეს ყველა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა.